მშვიდობიანი მომიტინგეების ცემასა და წამებაში ბრალდებული მაღალჩინოსნების უმეტესობა სანქცირებულია. ამერიკის, ბრიტანეთის, უკრაინის, ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის შემდეგ ივანიშვილის მოძალად ერაზმს სანქციებს გერმანიაც უწესებს. გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით ბერლინის შავსიაში 9 პირია შეყვანილი. სანქცირებულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 1 იანვრიდან ისინი გერმანიის ტერიტორიაზე შესვლას ვეღარ შეძლებენ. არჩევნები არ ჩატარდა იმ სტანდარტებთან შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებთ ყველა რელევანტურ დაინტერესებულ პირთან ეროვნული დიალოგი აწარმოოს, რათა ახლანდელი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს და საჯარო ნდობა აღადგინოს. ეუთოდირის რეკომენდაციებისა და სტანდარტების შემოღებისკენ მოწოდება, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც ქართული საზოგადოების ნაწილიდან მოდის, ხელისუფლების მხრიდან პასუხს იმსახურებს. ვაიმარის სამკუთხედის ამ განცხადებამ გააჩინა მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში გერმანიის სანქციებს საფრანგეთი და პოლონეთიც გაიზიარებს. ევროკავშირში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იაზრებს, რომ საქართველოში უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია. ამ მოსაზრებას იზიარებს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენიც. მხოლოდ ახალ გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს. ის თუ როგორ გაკეთდეს, ეს თავად ქართულმა საზოგადოებამ ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე მით უკეთესი. მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება. უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები ეროვნულ დონეზე დაუწესონ. ევროკავშირის საბჭოს შემდეგ პირველი ნაბიჯი ბერლინმა გადადგა, თუმცა ოპოზიციაში მოლოდინი აქვთ, რომ მომდევნო კვირებში ზეწოლა ქართულ ოცნებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება და დამატებითი სანქციები დაწესდება. ჩვენ უნდა ველოდოთ ვაიმარის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას, სანქციებს, რომელიც უკვე ფინანსურ კომპონენტს შეეხება. ჩვენ ვიცით, რომ ვაიმარის სახელმწიფოები, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი ერთობლივად მუშაობენ სანქციების თემაზე, ოღონდ ეს არ იქნება სანქციები მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანების, არამედ ზოგადად ბიზნესისთვის, რომელიც უშუალოდ ჩართული არის ძალადობრივ ქმედებებში. რა თქმა უნდა, ეროვნული სანქციები გაგრძელდება, ეს არ არის არც დასაწყისი, არც დასასრული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც რეჟიმის წარმომადგენლები პრაქტიკულად იქნებიან სრულ იზოლაციაში. ამიტომ გერმანიის სანქციები არის მნიშვნელოვანი, ასევე განიხილება სხვადასხვა ქვეყნებში ესეთი სანქციები და რა თქმა უნდა სია გაიზრდება. ვიცით, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის გამო ეს ჯერჯერობით დროში იწელება და ვერ მოხერხდა, რომ მომხდარიყო ერთიანი ევროპული სანქციების დაწესება, მაგრამ აქ გამოინახა ეს შუალედური გზა, რომ სამი ქვეყანა და პლუს ამ სამ ქვეყანას დამატებით ევროპული ქვეყნები შემოუერთდნენ. ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული რეჟიმის რუსულმა პოლიტიკამ და საერთაშორისო იზოლაციამ პოლიტიკურთან ერთად მძიმე ეკონომიკური შედეგიც მოიტანა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და კომპანია რეფორმატიქსის დამფუძნებელი განმარტავს, რომ რეალურად მძიმე ეკონომიკურ ეფექტს საზოგადოება უახლოეს 3-4 თვეში დაინახავს, რაც ლარის გაუფასურებას, ინფლაციას და სავარაუდოდ უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს. ქვეყანაში თანხა შემოდის საერთაშორისო ინვესტიციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ტურიზმის და ექსპორტის მიმართულებით. აი ამ ძირითადი მაინც ეს 4-ია. აქ ეს 3 არის სერიოზულად შემცირებული, 50% შემცირება აქვს ერთს, 50% მეორეს და შეიძლება 55 მესამეს. ანუ ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემის პროგნოზი უკვე გამზადებული სურათი გვაქვს ამისი. ეხლა ამას დაებადა კიდევ სანქციები. ეს სანქციები რა თქმა უნდა კიდევ უფრო გააუარესებს. ეხლა თქვენ რომ ინვესტორი იყოთ, ავიცი, გიდა ჰოლანდიიდან, გიდა დიდი ბრიტანეთიდან, გიდა ამერიკიდან, როგორ გესიამოვნებოდათ, რომ ქვეყანაში სადაც თქვენ აპირებთ ინვესტიციების განხორციელებას და რა თქვენი ფულის, დიდი ფულის ჩადებას, იმ ქვეყნის მმართველობა დაასანქცია ამერიკის შეერთებულ შტატებმა და არიცით ეს როგორ შეიძლება ბოლოში გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ამას თავისი კიდე უარყოფითი ეფექტი ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე.
ევროკავშირი რომ მომავალ თვეებში გადაწყვეტილებებში კიდევ უფრო ხისტი იქნება, ამ საკითხზე მიუთითებენ პოლონელი ლიდერები. ვარშავამ პოლიტიკური გაერთიანების როტაციული თავმჯდომარეობა უნგრეთისგან უკვე გადაიბარა. პოლონეთი იყო ის პირველი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტმა საქართველოში კრიზისის განმუხტვის ერთადერთ გზად ახალი არჩევნები დაასახელა.